გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ვიწყებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ახალ რიგით მე-40 სატელევიზიო სეზონს. მე-40 იცით რას ნიშნავს? ეს ისტორიას არ ახსოვს, ისტორიას ჯერ სატელევიზიო სივრცეში მე-40 სეზონი არავის არ უთქვამს, მე ვამბობ პირველად. ანუ 42-ზე 20 წელი, 20 წელი, აი ასე ხდება, რა ვქნათ. 20 წელი ასაკი გვემატება, მაგრამ არაფერი გვეთყება სახეზე. ისევ ისეთი ახალგაზრდები ვართ. ვიწყებ ყოველთვის გადაცემას ტრადიციული სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძის და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს, თავისუფლებას ვუსურვებ ყველა ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს საპატიმრო დატოვა გიორგი ვაშაძემ, რომელიც არაფრის გამო იხდიდა 7 თვიან სასჯელს. ულოცავ გიორგისაც გათავისუფლებას. ერთი სიტყვით გიორგის შეემატა იმ გარეთ მყოფ ოპოზიციონერთა იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც მარტივად ვცნობთ სახეზე. სულ რამდენიმეა ესეთი ვაშაძე, ზურა გირჩი, თინა ბოკუჩავა, ხო კიდე ვინ არის? ხო, ბოკერია რომ არ მეთქვა თამარ ჩერგოლეიშვილი ჩამდედა მიწაში და ჯობია რომ თქვა და შარისთავი მიანამ. პატიმრების სიებს რამდენიმე დღის წინ შეემატა ორგზის ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ირაკლის შემთხვევაში უფრო სწორი იქნება მიესაჯა 5 წლით თავისუფლების და ბიძინასადმი მადლობის აღკვეთა, საერთოდ 5 წლით. რო გამოვა მე ისევ გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ. რუსთავის ციხეშია ღარიბაშვილიც. ირაკლი ღარიბაშვილი მიუსვეს მიხეილ სააკაშვილს და სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ოქტომბერში იკა ღარიბაშვილთან ერთად აღნიშნონ უდიდესი დღესასწაული ბიძინაობა. ღარიბაშვილისთვის ეს ხუმრობა სასაცილო არ არის, ეს უფრო სატირა არის, ძვირფასო მეგობრებო. ასეა. არადა ღარიბაშვილი მახსოვს სააკაშვილის დასცინო და ფრთხილად იყოსო, თორემ მიუმატებთო წლებსო, მაგასო. და ახლა სააკაშვილის გვერდით ზის 20 მეტრში. რა არის ბედის ირონია ღმერთო, რა არის ეს ბედის ირონია. ჯერ კიდევ 1 წლის წინ როგორ ყელყელაობდა ჩვენი ირაკლი და დღეს ბადრაგებს შესკრის, რომ საჭმელი დროზე მიუტანონ. ასეა ცხოვრება კიბეა, ზოგი ადის, ზოგი ჩადის. ირაკლის შემთხვევაში ეს კიბე საერთოდ გამოაცალა ბიძინამ, იმიტომ რომ ვეღარც ავა და ვეღარც ჩავა. ასეა. ისე რომ დავაკვირდეთ, მთელი ძველი და ახალი მთავრობა რუსთავის ციხეშია. მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, სუსუფროსები, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, რა ვიცი, რა გინდა სულო და გულო. სამთავრობო სხდომებიც კი ჩაატარებდა სააკაშვილი, მაგრამ ჯერ რამდენიმე მინისტრს ელოდება. კიდევ ერთი შემოსასვლელები არიან, რა ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის ყოფილი, რა ვიცი, შემოსასვლელი შემოვლენ ეგენიც. რა ვიცი, დასწრებენ მე ერთი სხდომა მაგათმაცო ჩაატარო, კარგი იქნება. საინტერესო განცხადება გაავრცელა ღარიბაშვილის ადვოკატმა, ვნახოთ რა თქვა. 5 წელიც იჯდება და ისე იჯდება, როგორც მამაკაცები ზიან. დამბურძგლა, ისეთი სიტყვებია, დამბურძგლა. 5 წელიც იჯდება და ისე იჯდება, როგორც კაცები ზიანო, იმიტომ რომ კაცია და ოქროს ზოდებიანია. აი ასე უნდა გაეგრძელებინა. ბევრს აინტერესებს, რატომ მიიღო ბიძინამ ღარიბაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და მოდის ჩაირბინა მათ შორის შავმა კატამ. ამაზე საინტერესო ვერსია შემოგთავაზა ძალოვნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაიშმელაშვილმა, ვნახოთ მისი ვერსია. ღარიბაშვილმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. ეს ჩანაწერი მიუტანეს მას და ღარიბაშვილს ივანიშვილმა ეს არ აპატია. რაც არ მგონია ეს ამბავი მართალი იყოს. ღარიბაშვილის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ბიძინაზე ცუდის თქმას პირდაპირ საყლაპავი მილი უკრძალავს. გამორიცხულია, რა ვიცი, ანაიათ შეიძლება რომ ბიძინაზე ცუდი სიტყვები ეთქვა მას. ესე იგი ირაკლი ღარიბაშვილი გინესების წიგნში შევა როგორც ყველაზე ძვირიანი გინების ავტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის გინება დაჯდა 6 მილიონი ნახევარი დოლარი, გირაო მილიონი ლარი, მანქანები, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული საათები და ზემოდან კიდე 5 წლიანი სასჯელი. რა შეაგინი ამისთანა შეკაი ადამიანო? გამაგებინე რამდენ სართულიანი სათამბრჯენი შეიგინე, რა იყო ეს, რა არის? მეგობრებო, გადავდივართ შემდეგ თემაზე. აი ამ თემაზე. აი ერთი სული მქონდა, სანამ ამ თემაზე გადავიდოდი. ჩვენი უდაბნოს არწივის ირაკლი ზარქუას ამბავი ხო გახსოვთ აბუ-დაბიში რაც დაემართა. ხო და აბუ-დაბის ამბის შემდეგ ზუსტად 1 წლის თავზე ზარქუას მეორე ამბავი გაუსკდა. მოდით ვნახოთ ვიდეო. ეგ ისეთი პახოტკაა, როგორი პახოტკა ბოდიში ამ ჟარგონს ვხმარობ, მაგრამ ეს სიტყვა უხდება. აი, როგორი ესეთი პახოტკა, იცი, აი ცალი ხელით სემიჭკის მარცვალს უნდა იგდებდეს პირში და ესე უნდა მიდიოდეს და კაკანატუნებს მე ეს ეგეთი აი სიარულს ეგ უხდება, აი. მონაკოში გულაობს ბიჭი რა. მოკლედ ქვეყნიდან გასაშვები არაა ეს კაცი. ადრე თუ უდაბნოს არწივი იყო, დღეს იგი დაუცხრომელი ვნებებით სავსე ევროპელი ჟიგოლოა. ეს ვიდეო რო ვნახე, როგორი სრული გამიჩნდა, იცით, აი ასეთი სიმღერა უნდა იყოს ფონად. მონაკოელ ლამაზმანებს დავაცხრები ჯიქივით. ეს მონაკოს ჯიქი ესა, ეს დაუნდობელი კაცი, ეს მიყოფილა ეს ვინ არის ესა, კაცო? ზარქუამ თვით თავი იმართლა, რა მონაკო უკაცო თბილისში ვარ, რეებს იგონებთო. მართლა რა ჭორებს ურცელებთ ადამიანს. ის ქალი იცი ვინ იყო? ის ქალი იყო მონაკოს ოჯახური სიწმინდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამუშაო შეხვედრა ჰქონდა თვითონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. და შეხვედრამ ჩაიარა 7 გარემოში. ძალიან 7 და სამართლიან და ლამაზ გარემოში რაღაცა კარგად ჩაიარა რა ერთი სიტყვით. სიმართლე რომ გითხრათ, ეს იყო ზარქუას ექსპერიმენტი, ძვირფასო მეგობრებო. თავის თავზე ჩაატარა ეს ექსპერიმენტი, რომ ყველასათვის დაენახებინა, თუ რას უშვრება ეს გარყვნილი ევროპა პატიოსან მამაკაცებს. ვიდეოთიც მიხვდებით ამ პატიოსან სპეტაკ ადამიანს, ამ გარყვნილმა ევროპამ როგორი დაუცხრომელი ვნებებით სავსე მოზღოვებული დაუნდობელი გრძნობებით აღსავსე სახე მიაღებინა. აი ეს სახე, მას კი არ უნდოდა, ეს თვითონ ევროპამ აიძულა, რომ აი ესეთი დაუნდობელი ვნებებით აღსავსე სახე რომ მიეღო. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთ ძვირიან ადგილად ითვლება. მაგრამ რო ვაკვირდები, საქართველოში ისე იმატებს ყველაფრის ფასი, რომ მალე შეიძლება მონაკოსაც გადაუსწროთ მაღალ ფასებთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ შექმნა კომისია და პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს მარკეტების ქსელებთან. სხდომამ დაადგინა, რომ ქვეყანაში ფასები არის ზედმეტად გაბერილი, რის გამოც დაიბარეს ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები. ერთად იმსჯერეს და გადაწყდა, რომ ეს გაბერილი ფასები არის ოპოზიციის ბრალი. თუ რატომ მაგაზე მომდეოს ხდომაზე იმსჯელებენ, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დასკვნა გააკეთა შეხვედრაზე ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ნახოთ მისი განცხადება. 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. ეს აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობას. ესე იგი, კობახიძე გვეუბნება, რომ პროდუქტების ფასები მარკეტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვიაო. ასე რომ ვთქვათ, სხვა დანარჩენთან ერთად ახლა სავარაუდოდ მარკეტებსაც აკრძალავენ. არ არის მარკეტი, არ არის პროდუქტი. არ არის პროდუქტი, არ არის ფასები. ვერ ყიდულობ ვერაფერს შესაბამის ხარჯიც არ გექნება. ყველაფერი იაფი არის, საერთოდ არაფერი აღარ ეღირება. და ასე ამოვისუნთქებთ ნელ-ნელა ძვირფასო მეგობრებო. მართლა ხალხი დუხჭირიმი და გამოვა. პროდუქტების ფასების გამოსაძიებლად 10 სხვადასხვა მარკეტსა და სადისტრიბუციო ქსელში შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ოფისები და ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. მე მაინტერესებს საშაურმეებში როდის შედის სუსი. მე ვფიქრობ, მეტი მაიონეზი და წიწაკა აძვირებს პროდუქტის ფასს, რაც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას.
დაუკელით. ხო შეიძლება კეჩუპებს მაინც დაუკლონ, კაცო, როგორ შეიძლება ეს? გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან და ეროვნულ საკითხზე, ძვირფასო მეგობრებო, მოდით ნახოთ ფრიად ამაღელვებელი ინფორმაცია ხაშურიდან. ხაშურის მუნიციპალიტეტში ქართული ენის სიწმინდის დაცვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. მოკლედ ქართული ოცნება ილიას დატოვებულ სიტყვებს მამული ენა სარწმუნოებას პატიოსნად ასრულებს. მამულს გეკა გელაძე იცავს სარწმუნოებას აფხაზეთის მთავრობის სულიერების ცენტრი და ენას ხაშურის მუნიციპალიტეტი. ესე იგი რა შედის ხაშურის ამ ჯგუფის მოვალეობაში, ძვირფასო მეგობრებო? ეს ჯგუფი ყოველდღე იკრიბება და ქართული ენის სიწმინდეს იცავს. კონკრეტულად დასაკეთებენ თვითონაც არ იციან, მაგრამ აშკარად იციან, რომ რაღაც დიდ ეროვნულ საქმეს შეეჭიდნენ. ვაგრძელებთ რეგიონების თემას და გადავინაცვლოთ სამტრედიაში. სამტრედიის მერის განცხადებას შემოგთავაზებ ძვირფასო მეგობრებო, რომელიც სამტრედიაში 2025 წლის შემაჯამებელ ინფორმაციას შეიცავს. ნახოთ მერის განცხადება დამასახელეს ნომინაციაში წლის ხალხთან ახლოს მყოფი მიღწეული წარმატება ჩვენი ყოველდღიური შრომის დაფასებაა. ესე იგი ნომინაციები ჩაატარეს და მერი დაასახელეს როგორც ყველაზე ხალხთან ყველაზე ახლო მყოფი მერი. ვინ არის, ვინ და ვინ თუ არა სამტრედიის მერი. მართლაც რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. ასე გააგრძელეთ ბატონო მერო და შემდეგ წელს ხალხთან ახლოს მყოფი კი არა, ხალხის თვალის ზედ წამწამზე ჯდომის ნომინაციაში დაგასახელებენ აუცილებლად. ძალიან ახლოს არის ხალხთან, როგორც მე გავიგე სამტრედია თურმე მოსახლეობას ასე პირდაპირ ჩუმად ასე უახლოვდება უკან უკნიდან ასე ახლოს მიდის ასე ახლოს მიდის ყურთან მიდისო და ეკითხება რა შვები რამე ხომ არ გიჭირთ ესეთი მერიას თქვენი დახმარებით შეუძლია და ესეთი სიახლოს არიან ხალხთან ასე ზრუნავს ეს ადამიანი მოსახლეობაზე ჩემს მონოლოგში მინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი კოლეგა არხის კავკასიის ეთერში მომხდარ ერთ ფაქტს მოგეხსენებათ ძალიან გახშირდა დედაქალაქში დენის გამორთვის შემთხვევები, ჩემთანაც ძალიან ხშირად აქრობენ უბრალოდ რაღაცა სამუშაოები აქვთ, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც სამუშაოები ტარდება ხოლმე მუდმივად და დღის თავიდან დღის ბოლომდე არის ესეთი გამორთული ხოლმე. ნახოთ რა გამოსავალი იპოვა შუქის ჩაქრობისას ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც პირდაპირ ეთერში სახლიდან ერთვებოდა. ნახოთ ვიდეო. თუ კი დაუკავშირდებით ვალერის, ეგება უთხრათ, არ მინდა ეს განათებას ნუ ჩართავს, ისე გავაგრძელოთ საუბარი. მოვედი ბატონო, მოვედი. ძალიან კარგი, მოვიდა შუქი? არა, ფანარი ვიშოვე. ძალიან კარგი ქენი შემო ვალერი, ძალიან კარგი ქენი. ვალერი, ძალიან ბევრი თემებია, იცი მიმოსახელი, ახლა გულწრფელად გეუბნები. აი, გეოპოლიტიკური რაღაცები იცვლება. ახლა ეს დუგინეს აი ზირფასო მეგობრებო ზუსტად სწორად აი ამ დროს გადავრთე კავკასიაზე როცა ბატონმა ვალერიმ ფანარი იპოვა და უცებ მეგონა რომ გელბახიას ეშმაკი ჩაუსახლდა და აქ უბარდია ექსორციზმის რიტუალს უტარებდა ამ დროს ჩემი აზრით მუსიკა სხვადასხვა მუსიკა შეიძლება შეუთავსოთ და მოუხდება რა აი მაგალითად აი ეს მუსიკა ძალიან მოუხდება და თუ შეიძლება რომ ნახოთ რა ესე იგი, აი ამას ქვია ათო. ხო არის ამო და ამას ქვია ათო. ამო უცნობი თავზარდამცემი ობიექტი ძვირფასო მეგობრებო. მოდი ახლა სხვა მუსიკას ვცადოთ და ნახოთ როგორ მოუხდება ერთი ძალიან ცნობილ კლიპს კავკასიის ეს კადრი ძვირფასო მეგობრებო. გავაგზავნოთ, გავიცინეთ გვეყო. ამ გადახვევიდან მოდი დაუბრუნდეთ ისევ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომელსაც ჩემი აზრით ძალიან დააკლდა ბიძინა ივანიშვილი. ხომ ისედაც იშვიათად ჩდებოდა ეს კაცი და ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანს. განსაკუთრებიდან ამერიკამ ვენესუელადან მადურო გაიტაცა სპეცოპერაციით. აი ამ ამბის შემდეგ საერთოდ გაქრა.
ნოდარ მელაძის შაბათში იყო სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა რეზიდენციას ჰქონია საიდუმლო ბუნკერები, სადაც ინახება 3 თვის სამყოფი პროდუქტები, ესე იგი გლობალური კატასტროფა რომ მოხდეს და ყველაფერი განადგურდეს, ბიძინას შეუძლია რამდენიმე თვე იცხოვროს ბუნკერში. პროდუქტების გარდა რამდენიმე ღარიბი ადამიანის ყავს თურმეო ბუნკერშიო, მე ესე გავიგე, ბიძინას გადარჩენას რა აზრი აქვს, თუ ვინმეზე მდიდარი არ იქნება, მაგიტომ არ ყავს ეს. ყავს ის ღარიბების. მე ვიცი რატომ აქვს ბატონ ბიძინას ეს ბუნკერები. განა იმიტომ რომ ტრამპს ემალება, არა ღმერთს ემალება ძვირფასო მეგობრებო, ღმერთს. ამდენ სიკეთეს რომ უკეთებს ხალხს, ღმერთი ეძებს ღმერთი. რომ პატივისცეს და ეს ხომ ისიც როგორი თამდაბალია და ბუნკერი აიშენა რომ ღმერთის ზედმეტი ყურადღება თავიდან აიცინოს. თუ მოუნდება თვითონ დაუკავშირდება. თუ მოუნდება ასეთი ღვთის საჩუქარი ყავს, განძი ყავს ქვეყანაში და ჩვენ ვერ ვაფასებთ. ჩვენი მონოლოგის ბოლოს მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს თუ გადავხედავთ, ჩვენს ქვეყანას რო ვაკვირდები, ფორმულა 1-ს მახსენებს ძვირფასო მეგობრებო. რატომ და ქვეყნები მოძრაობენ ძვირფასო მეგობრებო. ქვეყნები მოძრაობენ ფორმულა 1-ის მანქანებივით. დაქრიან, ვითარდებიან, ერთიანდებიან. იქეთ ტრამპმა ვენესუელაში პრეზიდენტი შეცვალა, აქეთ გრენლანდიაზე რაღაც შეთანხმებას მიაღწევენ ამერიკა და დანია. იქეთ ევროპა ერთიანდება უკრაინაში, აქეთ აზერბაიჯანი და სომხეთი გაერთიანდა და აზიის, ევროპის დერეფანს ქმნიდა და ჩვენ დგავართ ესე ტრიბუნაზე მაყურებლები და ესე შევწქენით ძვირფასო მეგობრებო. ერთ ადგილზე გაქვავებულები. აი ამის თქმა მინდოდა და მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია ჩემ შოუს 2026 წლის პირველ თუ არა მეორე კვარტალში მაინც გააფორმეს ბენდი თაბუნალე კვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.